უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით, რომელიც ამერიკული ბირჟებისათვის საკმაოდ პოზიტიური იყო, რადგანაც საშუალოდ ვიხილეთ 0.5%-იანი ზრდა ძირითად ინდექსებთან მიმართებით და უშინდელ სესიაზე NASDAQ-მა ახალ რეკორდულ ნიშნულსაც კი მიაღწია. დღევანდელი სავაჭრო სესიაც უკვე რეკორდების მოხსნის სტრატეგიას არ ღალატობს და დღესაც Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე გვაქვს ძალიან მკვეთრი აღმასვლა და პრინციპში ასეთ მკვეთრ ნახტომს არც მოველოდით, რომ არა საფინანსო საბანკო კომპანიების ფინანსური შედეგები. როგორც ჩანს, Goldman Sachs-მა, JP Morgan-მა, Citigroup-მა, Bank of America, Wells Fargo-მ და აბსოლუტურად ყველამ ისეთი შედეგები დადეს წინა კვარტალში, როგორც შემოსავლების, ასევე მოგების, აგრეთვე საკომისიების მიმართულებით, რომ Wall Street-ის განწყობა ზოგადად ეკონომიკის და ინდუსტრიის მიმართ არის შეცვლილი და თავდაყირად დგას ახლა უკვე ყველაფერი და მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს კვარტალი შეიძლება აღმოჩნდეს რეკორდული აბსოლუტურად ყველა სექტორისთვის, არა მხოლოდ ბანკებზე გვაქვს საუბარი, რადგანაც მიმდინარე კვარტალში, რა თქმა უნდა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასევე უნდა გავეცნოთ ჩვენ ტექნოლოგიური კომპანიების შედეგებსაც, რომელთაც როგორც წესი ყოველთვის რეკორდული შედეგები აქვს, მაგრამ ამ კვარტალში შეიძლება საერთოდაც ყველანაირი ანალიტიკოსების პოზიტიურ მოლოდინებსაც კი გადააჭარბონ მათ, რადგანაც ამისი შესაძლებლობა მსოფლიოში რეალურად არსებობს. მოკლედ, საბანკო საფინანსო სექტორი სეზონს ხსნის ძალიან პოზიტიურ ნოტაზე და ამის ფონზე Wall Street-ზე აღმასვლა გრძელდება. უფრო კონკრეტულად S&P 500-ის შემთხვევაში, რომელიც მოგეხსენებათ 500 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას აერთიანებს, ზრდის მაჩვენებელი გვაქვს +0.40%. Dow Jones-ის ინდექსი, რომელიც 30 უდიდეს კომპანიას აერთიანებს, ის არის გაზრდილი 0.31-ით, NASDAQ-ი, რომელიც მოგეხსენებათ ტექნოლოგიური კომპანიების ინდექსია, არის გაზრდილი 0.77%-ით და ამის ფონზე, როგორც კარგად ხედავთ, S&P 500-იც და NASDAQ-იც იმყოფებიან რეკორდულ ნიშნულზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკული უმსხვილესი კომპანიების საბაზრო შეფასება ისტორიაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა და აქვე შეგვიძლია თავად ამ კომპანიების შეფასებასაც გადავალოთ თვალი, რადგანაც ერთია, როდესაც რაღაცას ვამბობთ და მეორეა, როდესაც ამ შედეგებს თვალით ვხედავთ. როგორც ხედავთ, თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი top 10-ული, სადაც უმეტესი კომპანია არის, რა თქმა უნდა, ამერიკული, სულ ორი გამონაკლისი გვაქვს, ეს არის ერთ-ერთი არის Saudi Aramco და მეორე ეს არის როგორც ხედავთ TSMC, რომელიც ტაივანში დაფუძნებული კომპანია, თუმცა ძირითადად ისევ და ისევ ამერიკულ ინდუსტრიას ემსახურება. მოკლედ, საერთო ჯამში მიმდინარე კვირას აბსოლუტურად ყველა ამერიკული კომპანიის შეფასება არის გაზრდილი, გარდა Tesla-ს, რომელიც კიდევ 0.5% დაეცა და Tesla საერთოდ ეს ცალკე ისტორია ამაზე დიდად ფოკუსირებას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, მაგრამ როგორც ხედავთ, ძირითადი ფლაგმანები მაინც შესანიშნავ შედეგს გვაჩვენებენ. Microsoft-თან გვაქვს +1.5% და Nvidia კიდევ ახალ რეკორდზე ავიდა, ეს ამ წუთების მონაცემებით. Nvidia შეფასება უკვე არის 4.226 მილიარდი დოლარი, რაც ამავდროულად არის ისტორიული მაქსიმუმი. ანუ ისტორიაში ასეთი მაღალი შეფასება არც ერთ კომპანიას არასოდეს ჰქონია და ახლა უკვე Nvidia არის ინდოეთის მთლიან ეკონომიკაზე უფრო დიდი, როგორც ხედავთ, Nvidia-ს აქვს ფანტასტიკური შედეგი, ზრდა არის ძალიან დრამატული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზრდის დინამიკა კიდევ გრძელდება და ჩვენ Nvidia-ს კვარტალური შედეგებიც კი არ გვინახავს. Microsoft-ი 3.812 მილიარდის ფარგლებშია, Apple-ს დიდად გამორჩეული შედეგი არ აქვს, თუმცა შედარებით პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს ბოლო ორი კვირა, ხოლო Amazon-ს ისევ და ისევ ძალიან კარგი შედეგები აქვს და ის არის 2.374 მილიარდის ფარგლებში. საერთო ჯამში, როგორც ხედავთ, 5 კომპანია იმყოფება 2 ტრილიონიან ნიშნულზე უფრო მაღლა და ძალიან მალე ალბათ უკვე რამდენიმე თვეში მეტაც შეუერთდება 2 ტრილიონიანი კომპანიების ექსკლუზიურ კლუბს და ასევე გვაქვს, რა თქმა უნდა, 2-3 ტრილიონიანი და 1-4 ტრილიონიანი კომპანია და თუ ამ დინამიკას გავითვალისწინებთ, ალბათ დაახლოებით ნახევარში Microsoft-იც უკვე გახდება რიგით მეორე 4 ტრილიონიანი კომპანია. მოკლედ, ამერიკას აქვს ძალიან კარგად საქმე. ეს ყველაფერი კი არის განპირობებული რამდენიმე ფაქტორით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არის მოლოდინი იმისა, რომ მალე შეიძლება რეფინანსირების განაკვეთი შემცირდეს ქვეყანაში, ამავდროულად სატარიფო ომი მართალია იწვევს დაბნეულობას და დოლარის გაუფასურებას, მაგრამ ამ კომპანიებს დოლარის გაუფასურება მოსწონთ, რადგანაც ისინი შემოსავლებს იღებენ მსოფლიოს მასშტაბით და
გაუფასურებულ დოლარში, როდესაც აკონვერტირებენ ამ შემოსავალს, იღებენ ფურცელზე უფრო დიდ მოგებას. ეს კი რა თქმა უნდა, მათი აქციების შეფასებაზე აისახება პირდაპირ პროპორციულად დადებითად და თანაც გასათვალისწინებელი ის არის, რომ ეს კომპანიები, რომლებიც ამჟამად ტოპ 10-ში არიან ამავდროულად AI რევოლუციის ფრონტის წინახაზე და პირველ ადგილზე მყოფი საერთოდაც არის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიისა და ეპოქის მთავარი არქიტექტორი. აქვე რეჟისორს ვთხოვ, რომ გადავინაცვლოთ ევროპული და აზიური კომპანიების შედეგების გაცნობაზე, ნახოთ როგორი ვითარება გვაქვს, ესეთი არის ამ ეტაპზე აქაც პოზიტიური დინამიკა, როგორც ხედავთ, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია ევროპის მასშტაბით არის გაზრდილი დაახლოებით 1%-ით, როგორც იქნა დღის განმავლობაში ვიხილეთ პოზიტიური დინამიკა, რადგანაც ბოლო 2 კვირა ევროპისათვის სახარბიელო და გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა. შანხაის ინდექსიც პოზიტიურ შედეგს გვაჩვენებს, +0.37% გვაქვს, ნიკეი კი აფიქსირებს +0.59%. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ძალიან რთულია ვიპოვოთ ინდექსი და ვიპოვოთ ბაზარი, სადაც არის სიწითლე, რადგანაც ზოგადად ინვესტორების განწყობა მსოფლიოს მასშტაბით არის გაუმჯობესებული და სავარაუდოდ ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად პოზიტიურში გადავა, როდესაც უკვე გავეცნობით მსხვილი კომპანიების კვარტალურ შედეგებს. აქვე გადავინაცვლოთ ნავთობზეც, მასზედაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა, როგორც ხედავთ ის მცირედით დაახლოებით 1% არის გაძვირებული დღის განმავლობაში, ბრენტის ფასი შეადგენს $69, WTI-ის ფასი კი არის $67.9 ფარგლებში. როგორც ხედავთ, ერთ თვიან პერიოდში ნავთობი ამ მატების მიუხედავად არის გაუფასურებული დაახლოებით 8.9%, ეს კი უკავშირდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების შემცირებას. კლება გვაქვს აგრეთვე ბუნებრივ აირთანაც. დაახლოებით 1% დღის განმავლობაში კლება, მეგავატი საათი ენერგიის ფასი კი 34.9 ევროს შეადგენს, ერთ თვიან პერიოდში აქ არის 12%-იანი ვარნა. ოქროს რაც შეეხება, მისი ღირებულება არის შემცირებული, როგორც ხედავთ, $8.9 და უნცია მეტალის ფასი შეადგენს $328 და ამ მცირედი კლების მიუხედავად, ოქროს ერთ წელიწადში მაინც ძალიან პოზიტიური შედეგი აქვს და ეს არის +27%. რაც შეეხება ვერცხლს, ის წლის დასაწყისიდან დღემდე არის ლამის 32%-ით გაძვირებული. კრიპტო ინდუსტრიაზეც უნდა გადავინაცვლოთ, გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, ნახოთ როგორი ვითარება გვაქვს. აქ არის, როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე მცირედი კორექცია, 2.9%-ითაა შემცირებული ბაზრის საერთო შეფასება და ის ამჟამად შეადგენს $3.890 მილიარდ. ბიტკოინის ფასი არის ამ ეტაპზე 118,600-ის ფარგლებში, ეთერიუმი კი $3,400-ზე იმყოფება. ბიტკოინს ამ ეტაპზე გამორჩეული შედეგი არ აქვს, კვირის დასაწყისში ვიხილეთ ჩვენ $123,000, მაგრამ მას შემდეგ ის დასტაბილურდა 118,000-ის ფარგლებში, მაგრამ ეთერიუმი აჩვენებს ძალიან დადებით დინამიკას და როგორც ხედავთ, ერთ კვირაში ის არის 23%-ით გაძვირებული. ასევე პოზიტიურ შედეგს ხედავთ XRP-სთან მიმართებითაც, რომელიც 32.9%-ითაა გაძვირებული და აგრეთვე პოზიტიური შედეგები აქვს სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებსაც, რაც საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორების განწყობის ცვლილებით არის განპირობებული. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ბიტკოინისა გვაქვს $2.359 მილიარდი, ეთერიუმის შემთხვევაში კი ეს არის $410 მილიარდი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა გადავინაცვლოთ, სადაც მოგეხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი. დავიწყოთ ჩვენი საუბარი საქართველოს ბანკის ჯგუფით, რომელსაც გუშინ ჰქონდა ფენომენალური შედეგი +3.9% და მან მიაღწია ახალ რეკორდულ ნიშნულს. დღეს მცირედი კორექცია გვაქვს, მაგრამ ეს იყო როგორც მისასალმებელი, ასევე მოსაოდნელი. კლება არის საშუალოდ 1%, რაც ასეთი მკვეთრი აღმასვლის შემდეგ, როგორც ასე არის მოსაოდნელი. TBC-ს რაც შეეხება, იგი პოზიტიურ შედეგს აჩვენებს და გვაქვს აქ +0.21% და TBC ამჟამად იმყოფება უკვე რეკორდულ ზონაში, სავარაუდოდ მომდენო რამდენიმე დღეში უკვე ისიც ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე გადაინაცვლებს, რაც პრინციპში არის განპირობებული ქართული კომპანიების შესანიშნავი ფინანსური შედეგებით. გადავინაცვლოთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, ნახოთ როგორი შედეგი გვაქვს ამ მიმართულებით. საქართველოს ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში საინტერესო დინამიკას აჩვენებს, როგორც ხედავთ, დოლართან მიმართებით კურსი გვაქვს 2.71, ანუ აქ ლარი არის შედარებით დასტაბილურებული. ევროს კურსი გვაქვს 3.14, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.63 და ბოლოს
ორივე სიტყვა უნდა ვთქვათ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალოდ სტაბილურად შეადგენს 9%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის კონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, მისი გატანა, თანხის მოცულობის გაზრდა, შემცირება კი თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.